დაუოჯახებელი ქალბატონები ხშირად რომ არიან ხოლმე მათ პირველი სიყვარულისგან გაქვთ იმედგაცრუება. ანუ ჩარჩებიან ხოლმე მაშინ ის ადამიანი ოჯახს, ჯანმრთელ ადამიანებზეა საუბარი, ჯანმრთელ ადამიანებზე. ქონდათ რაღაც ურთიერთობა, არ გამოვიდა ეს ურთიერთობა, მე მამაკაცი ხშირად სხვა ოჯახს ქმნის და თავს ბედნიერად გრძნობს და ეს ქალბატონები დარჩებიან ხოლმე იქ თავის იდეალში და ვეღარ ახერხებენ გადართვას და ოჯახის შექმნას. აი თუ დაუკვირდებით განსაკუთრებით ძველ თაობაში. ახალ თაობას მეორე უკიდურესობა ჭერს. ხშირად იცვლიან პარტნიორებს, დონჟუანივით ჭერს და ვერ პოულობენ იმ რაღაც იდეალს და ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული არიან. მე ეს ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა. ეხლა ჩვენთან ძალიან გავრცელებულია თვითაგრესიული ქმედებები, სუიციდის ცდილობები და ასე შემდეგ. ამ ადამიანებში თითქმის ყველას აქვს ესეთი სხვადასხვა პარტნიორთან გამოცდილება. მოკლედ მეორე უკიდურესობაში ვართ და ძალიან ცუდი, საერთოდ ქართველები ესეთი რიგიდულები ვართ და დიხოტომიური, ან კი და ან არა. წინა თაობაში ბევრი ყავდა და ოჯახებელი და ეხლა პირიქით, ბევრი პარტნიორი ყავთ, მაგრამ ოჯახს ვერ ქმნიან მაინც, იმიტომ რომ ამის ძალებიდან ებისყოფა და ენერგია არ აქვს.